განსხვავებული სპორტული ამბები კომერსანტზე. საათში ერთხელ. გამარჯობა რადიო კომერსანტის ეთერში სპორტული ამბების როა, რომელსაც მე მალხაზ გედევანიშვილი გაგაცნობთ. როგორც რადიო კომერსანტი იტყობინებოდა ცნობილი ქართველი მთასვლელი ბიძინა გუჯაბიძე 4 ახალგაზრდა მთასვლელთან ირაკლი გუჯაბიძესთან, არჩილ ბადრიაშვილთან, ირია ბერულავასთან და ლაშა კვეკვესკირთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა ალპინისტები 2012 წლის ბოლოს ზამთრის ასვლას ასრულებდნენ. მთასვლელთა ხუთკაციანი ჯგუფი უშბის და ლაშქრას გაბრიელის მარშრუტით ცდილობდა. ამასთან დაკავშირებით ახლა სალენთიდან სატელეფონო ხაზია ბატონი ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც უფრო კონკრეტულად გვიამბობს ამ ექსპედიციის შესახებ. მოგესალმებით ბატონო ბიძინა. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში გილოცავთ ჩვიდობიან დაბრუნებას უკან ბარში და რომ გვიამბოთ ამ ექსპედიციის შესახებ, როდის დაიწყო მარშრუტი და რა განვითარება ხპოვა მე ამ ყველაფერმა. ხო მართალია, მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვიდობიანი დაბრუნება, მეტომეტეს ზამთრის ასვლის დროს. ასვლა დავიწყეთ 12 დეკემბერს. დეკემბერი სპეციალურად ავარჩიეთ, რომ შედარებით ნაკლები თოვლია და მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. დიახ. რამდენჯერმე ესეთ დიდ უამინდობაში მოვყევით, დიდი თოვლია, ძალიან ციოდა, უჩვეულოდ ესეთი დაბალი ტემპერატურა იყო, ამის გამო თოვლი ძალიან ფხვიერია, საერთოდ არ იკურება და არ იტკეპნება და საბოლოო ჯამში მივხვდით, რომ ძალიან ნელა მოძრაობდით, ვერ მოვასწრებდით მწვერვალზე ასვლას, არ გვეყოფოდა პროდუქტი და საწვავი და გუშინ გადავწყვიტეთ, რომ დავშვებულიყავით. გუშინ მთელი დღე დილიდან 6 საათიდან დავიწყეთ დაშვება, მთელი დღე მოძრაობდით და მოკლედ ამჯერად სოფელში ვართ, სოფელ ბეჭოში, გვიციანების ოჯახში ჩვენ ვართ. ძალიან კარგი. ბატონო ბიძინა, უახლოესი გეგმები თქვენი, ანუ ზამთრის ახალი წლის პირველი ასვლა, როდის და თუ გაქვთ უკვე დაგეგმილი ან ზოგადად ამ მიმართულებით რა სიახლეებს შეიძლება ელოდოს თქვენგან თქვენი გულშემატკივარი? ჯერჯერობით ზამთრის სეზონი ძირითადად გუდაურში გავატარებთ ზამთრის სეზონს და შიგანაში გვექნება სავარჯიშო ასვლები მყინვარწვერზე. შემდეგ სავარჯიშო ასვლები იქნება უკვე მომავალი სეზონისათვის, უკვე გაზაფხულისათვის ივნისიდან დავიწყებთ საწვრთნელ შეკრება გვექნება ჭაუხში, შემდეგ სვანეთში და იმედი გვაქვს, რომ აგვისტოში პამირ ტიან-შანზე მოვახერხებ ამ გუნდის წაყვანას. ძალიან კარგი. ბატონო ბიძინა, ბოლოს ერთი კითხვაც მინდა დაგისვა, მით უმეტეს ჩვენი რადიოს ფორმატიც ამას ითვალისწინებს. რეალურად თასვლობა ხო არ არის იაფასიანი სპორტი, საკმაოდ ძვირადღირებულია. ბიზნესის მონაწილეობა, როგორ ფიქრობთ, საკმარისია ამ სპორტში? რამდენად ყოფნის? რა კარგი კითხვა, ამას არც ერთი ტელევიზია და არც ერთი რადიო არ სვამს ხოლმე და პირიქით თუ ვამბობთ ხოლმე სპონსორებს ვახსენებთ, ისინი ამას შლიან და პირიქით გვაინტერესებდა მივესალმებით. ჩვენთან ძალიან რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ეს უმაყურებლო სპორტია, რაღაც ვერ ვახერხებთ შემდეგ ასე ვთქვათ, დაუბრუნოთ უკან ასე ვთქვათ სპონსორებს თავისი დანახარჯი და ამიტომ ნაკლებად არის სპონსორები. უმეტესად ესენი არიან მეგობრები. მაგალითად, აი ამჯერად აი პირადი ისინი ამჯერად ზურალი პარტალიანი, ლევან მუშკუდიანი, ვანო ვაშაკმაძე ასე პატარ-პატარა რაღაც დახმარებებს ასე ვთქვათ გვიცევენ და იმის საშუალებით სოლედო ფირმა სოლედო მოგვეხმარა. და როგორ ფიქრობთ, უბრალოდ პროექტის სახით რამე ურთიერთობა ხო არ არის, რომ უკვე ჩამოყალიბდეს, ვინაიდან ხო რთულია, ხო, მაგ ენთუზიაზმზე ესე სიარული ამ ხელა მარშრუტზე ხო არ არის გართობა და საბავშვო ბაღი. დიახ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნეს ინტერესი გაუჩნდეს ამ სპორტში? პირველ რიგში უნდა იყოს კანონის სპორტის შესახებ, როგორც სხვა ქვეყნებში არის, და რაღაც აი ბიზნესმენი, რომელიც დაეხმარება ამს, რომელიც თვითონ ბიზნესმენს, რომელსაც აინტერესებს ეს სპორტი, გულშემატკივარი არის, დაეხმარება და რაღაც გადასახადებისაგან, ასე ვთქვათ, შეღავათებს მიიღებს, გათავისუფლდება, არავა ზუსტად ჩახედული როგორ არის სხვა ქვეყნებში ეს კანონები, აი დეტალურად, მაგრამ ასეთი კანონები არსებობს და მთელი
ასე ვთქვათ, ასწავლური ალპინიზმი აი ამ კანონის საშუალებით ცხოვრობს და ამ კანონის საშუალებით ახერხებენ, ასე ვთქვათ, სიარულს. აი მაგალითად არიან, ვთქვათ, სპონსორები, რომელთაც ზოგი კვილის პასტის ის არის ყავს სპონსორი, ზოგს რომელიღაც მედიკამენტი, ზოგს რომელიღაც ტანსაცმელის კომპანია და ასე შემდეგ და ჩვენთან კიდევ ყოფილა შემთხვევები, რომ ვიღაც მეგობრები დაგხმარებიან და უთხოვიათ, რომ ძალიან გთხოვთ, გაახმაურებთ, რომ ეგ ეხმარებით. გასაგებია. მოგეთ ბატონ ბიძინა, ამიტომ ჩვენ ის გავაგზავნეთ, ამიტომ ჩვენი უკვე ალპინიზმი, ქართული ალპინიზმი უკვე ძალიან ჩამორჩება მსოფლიო განვითარების დონეს. უკვე ისეთი ქვეყნები, სადაც ხელწოდ არ იყო ალპინიზმი, მაგალითად თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანიც კი, აი ისინიც კი უკვე გვეწევიან და ალბათ მალე გაგვისწრებენ თუ ასე დავრჩით ამ მდგომარეობაში. ქართულ ალპინიზმს ძალიან დიდი ტრადიციები აქვს. კი, ჩვენი ქვეყნის 3/4 მთიანი არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკისათვის, ტურიზმის განვითარებისათვის, თავდაცვა, საზღვრის გამაგრება, სამაშველო სამსახური და სამწუხაროდ ცოტა უპატრონოდ და ესე მიგდებული კი ვარ. კარგით, ბატონ ბიძინა, დიდი მადლობა, მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმეში. ყველა მარშრუტში აბსოლუტურად და მინდა რომ სპორტი სასარგებლო და სასიამოვნო იყოს ზოგადად ჩვენთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა, კარგად იკავით. მოგეთ შევახსენეთ რომ სატელეფონო ხაზზე იყო სვანეთიდან ცნობილი ქართველი მთასვლელი ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც 4 ქართველ ახალგაზრდა მთასვლთან ირაკლი გუჯაბიძესთან, არჩილ ბადრიაშვილთან, ილია ბერულავასთან და ლაშა კვეკოშთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა და უშბის დაალაქვას გაბრიელის მარშრუტით ცდილობდა. ამ დროისთვის სულ ეს იყო, მე ზუსტად 1 საათში ახალი სპორტული ამბებით დაგიბრუნდებით.